განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. უწყების ცნობით უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას განახორციელონ 1 წლიანი, ანუ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით ბაკალავრიატის არანაკლებ 180 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ბიზნესის ადმინისტრირების გარდა ეტაპობრივად სხვა პროგრამებსაც მიეცემათ და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სიახლეს პოზიტიურად აფასებს თავად კერძო სექტორი, უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 3 წლიან პროგრამებზე გადასვლა მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი ევროპელი ტურისტი მოიზიდონ. რა გავლენა ექნება ცვლილებებს უმაღლესი განათლების სისტემაზე, თემაზე სასაუბროთ დღეს განათლების მკვლევარ შალვა აბადაძეს მასპინძლობთ. დილომშვიდობისა ბატონ შალვა, მადლობა თქვენი დროისთვის. კერძო სექტორის წარმომადგენლების აზრი მოვისმინეთ ამ თემაზე. გასული კვირების განმავლობაში როგორია თქვენი შეფასება, რამდენად სწორია 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა? ნუ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამას თუ ავიღებთ იდეის დონეზე არის სწორი ხედვა, თუმცა აქ უნდა ვისაუბროთ, რამდენად არის განათლების სისტემა მზად ამ 3 წლიანი პროგრამით. ეს არ არის მექანიკური პროცესი, როდესაც 240 კრედიტიანი პროგრამა შეიძლება გახდეს 180 კრედიტიანი პროგრამა. არამედ განათლების სისტემა არის საკმაოდ კომპლექსური სისტემა და ამის შესაძლებლობა რომ გაჩნდეს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით იყოს სერიოზული რეფორმები გატარებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კონტექსტი და ამ კონტექსტში თუ გავიაზრეთ ამ რეფორმას, შესაძლებელია კერძო ბიზნესისთვის ეს იყოს საინტერესო. ჩვენთან უმაღლესი განათლება, კერძო სექტორი სამწუხაროდ როგორც მხოლოდ ბიზნესი ისეა წარმოდგენილი და მისი პასუხისმგებლობა ცოდნისა და განვითარების თვალსაზრისით ნაკლებია, მაგრამ არანაირად დღევანდელ კონტექსტში ეს მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება სასარგებლო სტუდენტისთვის, ვერ იქნება სასარგებლო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ვერ იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. არა მხოლოდ უნივერსიტეტები, მოდით ავიღოთ სისტემა, რომელიც მუშაობს და ამბობენ, რომ კონკურენტული ვიქნებით მათ შორის ევროპულ ბაზარზე. კონკურენცია არ ნიშნავს მხოლოდ 180 კრედიტიან 3 წლიან რაოდენობას, არამედ ნიშნავს ბევრ სხვადასხვა ფაქტორს. მაგალითისათვის იმ პროგრამებზე ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც 3 წლიან პროგრამებზე არიან გადასულები, თუ პროგრამებსაც შეხედავთ, იქ მიღებული აბიტურიენტები არიან საკმაოდ კარგად მომზადებულები სხვადასხვა მიმართულებით. რა ვითარებაა დღეს ჩვენთან? ანუ ეს 3 წლიანი და 4 წლიანი პროგრამა უკავშირდება მაგალითად ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის მიღების სისტემები. დღევანდელ მიღების სისტემაში საქართველოში, რომელიც გვაქვს, ქმნის შესაძლებლობას იმისა, რომ მაგალითად მათემატიკის უნარ-ჩვევების არ მქონე აბიტურიენტი გახდეს სტუდენტი. 40,000 აბიტურიენტიდან მხოლოდ 14,000 აბიტურიენტი აბარებდა მათემატიკის გამოცდას და 8,000-მა მიიღო დაბალი და დაბალზე ქვემოთ შეფასება. ანუ ეს რას ნიშნავს? ძალიან მცირე რაოდენობა არის აბიტურიენტების, ვინც მათემატიკა იცის და მათემატიკური უნარები მოწმდება. შესაბამისად, როდესაც იღებს შენ აბიტურიენტებს ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე, რომელმაც არ იცის მათემატიკა და 3 წლის განმავლობაში ამბობ, რომ სპეციალისტს გამოუსმინო, ბოდიში და უხერხულია. მათემატიკის არ მცოდნე აბიტურიენტი და სტუდენტი ჯერ მათემატიკა უნდა ასწავლო და შემდგომ ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი უნივერსიტეტში უნდა ვისწავლოთ მათემატიკა. ამაზეა საუბარი, რომ მიღების სისტემა უნდა გქონდეს ისეთი, სადაც მიიღებ მაღალ კვალიფიციურ კადრებს, სადაც არის ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც იღებენ სპეციალისტებს, რომლებმაც მათემატიკა და კიდევ ბევრი სხვა იციან ძალიან მაღალ დონეზე. მეორე საკითხი ეს არ უკავშირდება მხოლოდ 34 წელს, უკავშირდება დაფინანსების სისტემას. რა დაფინანსების სისტემა გვაქვს უმაღლეს განათლებაში და რატო არის იგივე კერძო ბიზნესი დაინტერესებული ამ საკითხით? დღესდღეობით გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობაზე მიმული დაფინანსების სისტემა, ანუ უნივერსიტეტები დაინტერესებული არიან მიიღონ რაც შეიძლება დიდი რაოდენობა სტუდენტების. შესაბამისად, მათი ხარისხი, ანუ მაღალი დონის სტუდენტის და იქ მაღალი დონის სწავლება მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. ერთი მაგალითია ის, რომ იგივე ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამებზე, როდესაც უმაღლესებს მიეცათ არჩევანის შესაძლებლობა, რომ აერჩიათ მისაღებ გამოცდათ ისტორიის ან მათემატიკის გამოცდა,
უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სწორედ ისტორია აირჩია, იმიტომ რომ აბიტურიენტები მოეზიდათ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ ამ აბიტურიენტს მათემატიკა არ ეცოდინებოდათ, რადგან რაოდენობაზე არის ორიენტირი, მიიღეს დაბალი კვალიფიკაციის აბიტურიენტი, იმიტომ რომ მათთვის რაოდენობა იყო მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს გრძელდება სწავლების პროცესშიც. ანუ სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს პროგრამის დაძლევას, ის ინარჩუნებს სტუდენტობას, იღებს დიპლომს, გადის შრომის ბაზარზე და შრომის ბაზარზე ის არის დაუსაქმებელი, იმიტომ რომ მისი კვალიფიკაცია არის დაბალი. შეგვიძლია შევეხოთ უშუალოდ პროგრამებსაც. მე არ ვამბობ, რომ იგივე 4 წლიანი პროგრამა, რომელიც დღეს არის შეგებს, ეს არის მაღალი დონის პროგრამა. ამის გარანტია რამდენად არის, ხო. შეიძლება დღეს რაც 4 წელია, ის 2 წელშიც ასწავლო. და უფრო მეტიც ასწავლო. პროგრამის ხარისხი და შინაარსი არის მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ ჩვენი აკრედიტაციის პროცესი არის შინაარსისგან დაცლილი, მხოლოდ ფორმალურ პროცედურებზე მარტო ვიწრო სპეციალობებიც რო აიღოთ ბიზნეს ადმინისტრირებაზე უნივერსიტეტი რა სპეციალისტებს უშვებს, უკვე მივხვდებით, რომ ძალიან ჩამოვრჩებით ჩვენ თანამედროვე ტენდენციებს. რა პროფესიებია ეს არის? ბუღალტრული საქმე, საფინანსო, მარკეტინგი, მენეჯმენტი. ძირითადად ამ 4 სპეციალობების გარშემო ვტრევებთ, როცა მთელ მსოფლიოში წინსწრები არის მარაგების მართვის სპეციალისტი, მონაცემთა მართვის სპეციალისტი, ტექნოლოგიები ბიზნესის სფეროში, კომუნიკაციები ბიზნესის სფეროში. არც ერთი სპეციალობა არ გვაქვს და ძალიან სტანდარტული და ცუდი პროგრამებით ვასწავლეთ. შესაბამისად, ამ შინაარსია მნიშვნელოვანი გავამახვილოთ ყურადღება და რამდენად მოამზადებს პროგრამას და დატვირთავს ამ შინაარსს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ვრჩება, ახლა ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას ეხება ეს საკითხი. ბიზნესის ადმინისტრირების ხვედრითი წილი არის ძალიან მაღალი სტუდენტებში, 25%-საც კი აჭარბებს მისაღები გამოცდების შედეგად და უნივერსიტეტების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის განვითარებით და გაძლიერებით არიან, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. დაახლოებით მაგალითად 28,000 სტუდენტი 2022 წელს რო გახდა, 7,500-ზე მეტი იყო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე. ანუ ხვედრითი წილი ამ პროგრამის არის ძალიან მაღალი, ხოლო საკადრო რესურსი, ვინც შეიძლება კარგი კადრები მოამზადოს 3 წელიწადში იქნება თუ 4 წელიწადში, არის ძალიან მცირე. და ამავე დროს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ამ ეტაპზე 3 წლიანი და სხვა პროგრამები 4 წლიანი. ხო, მიდის, თუმცა კიდევ ცალკე რიგ ფაქტორი შემცვლელია, როცა სხვა პროგრამები შეიძლება 3 წლიანი გახდეს. მხოლოდ ამის შეთავაზება და დაინტერესება უმაღლესი სასწავლებლების ამ თვალსაზრისით ერთის მხრივ მათ ინტერესში შედის უკვე რომ ბიზნესის ადმინისტრირების ხვედრითი წილი გაზარდონ თავის შიდა რაოდენობაში, იმიტომ რომ მეტად მოიზიდავენ, იმიტომ რომ აბიტურიენტების დაინტერესებულები იქნებიან რომ 3 წლიან პროგრამაზე შევიდნენ, 3 წელიწადში მიიღონ დიპლომი და შესაბამისად ისედაც 30%-მდე გაზრდილი წილის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ბევრად გაზრდილ წილს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის და ბევრად გაზრდილ რაოდენობას იმ კურსდამთავრებულების, რომლებიც დაბალი კვალიფიკაციის იქნებიან უმაღლესის დამთავრების შემდგომ და შრომის ბაზარზე მათი შესვლა იქნება პრობლემა. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მოეწონათ კერძო უნივერსიტეტებს და თქვენს რომ ჩვენ შეგვიძლია რომ გადავაწყოთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე კომენტარი ამ თემაზე არ მინახავს. ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ უფრო მეტად, რადგან 3 წლიანი გახდება, უფრო ნაკლები დაუჯდებათ იდეაში ადგილობრივ სტუდენტებსაც და შეიძლება უფრო კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცნონ და სახელმწიფო უნივერსიტეტები არაკონკურენტულები აღმოჩნდნენ, თუ კი ვერ მოასწრეს 3 წლიან პროგრამზე გადასვლა. აი ამ ნაწილს შეგვიძლია შეიცვალოს. ფაქტორს მე ვერ ხედავ იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა არის საკმაოდ დიდი ხვედრითი წილით წარმოდგენილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იგივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ ორივე დიდ და მსხვილ უნივერსიტეტში საკმაოდ მსხვილი ხვედრითი წილი აქვს. ამასთან ერთად კერძო უნივერსიტეტებსაც თუ ავიღებთ, საკმაოდ მცირეა ისეთი კერძო უნივერსიტეტები, რომელთა დაფინანსება და სწავლის გადასახადი ცდება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სწავლის გადასახადს, ანუ 2250 ლარს, მათ შორის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე კერძო უნივერსიტეტების დიდი ნაწილი იგივე სწავლის გადასახადს ინარჩუნებს, თუმცა არიან მსხვილი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის მაგალითად კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, რომელსაც ბიზნეს ადმინისტრირების ხვედრითი წილი მაღალია, გადასახადიც მაღალია. ამ უნივერსიტეტებს ალბათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ, თუნდაც
ფინანსური რესურსების არსებობის ფონზე პროგრამების გადაწყობის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ პროგრამებში სამწუხაროდ ის თანამედროვე ტენდენციები არ შეიმჩნევა და სამწუხაროდ მათაც არ ყავთ იმ დონის სპეციალისტები, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის სკოლის შესაბამის კურსდამთავრებულებს მოამზადებენ. ამას თქვენ გადაცემას ერთ-ერთს უყურებდი, სადაც წარმოდგენილი იყო სტარტაპი, რომელიც მონაცემებს უმუშავებს კერძო სექტორს, ძალიან საინტერესო ინიციატივაა, მაგრამ ყველა წარმატებულ ბიზნესში მონაცემთა დამუშავება ხდება ადგილობრივ დონეზე და მონაცემთა დამუშავების სპეციალისტი ბიზნესში არის მნიშვნელოვანი სპეციალისტი, რასაც მაგალითად საქართველოს უნივერსიტეტები არ ამზადებენ. ანუ ვართ საკმაოდ უკან პროგრამების შინაარსის თვალსაზრისით და გადაწყობა 3 წლიან პროგრამაზე შეიძლება მოხდეს 180 კრედიტიანზე, მაგრამ უნდა ვისაუბროთ რეალურად შინაარსზე, რათა ეს პროგრამები იყოს გამართული, ისევე როგორც ვისაუბროთ იმ სპეციალისტებზე, რომელმაც შეიძლება ამ პროგრამებზე ასწავლონ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად 30%-ზე მეტია თითქმის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტების რაოდენობა, მეცნიერების და დარგის განვითარება ამ სეგმენტში არის საკმაოდ დაბალი და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქართულ სამეცნიერო სივრცეში. ამიტომ სამეცნიერო და განვითარების პოტენციალი საკმაოდ დაბალი გვაქვს ბიზნეს ადმინისტრირებაში და ესეც არის სერიოზული რისკ ფაქტორი. მადლობა ძალიან დიდი ბატონ შალვა საინტერესო პასუხებისთვის. შალვა დაბედაძე სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების მკვლევარი, პასუხობდა საქმიანი დილის კითხვას.